თელავის სამუზეუმო კომპლექსის რეაბილიტაცია გრძელდება, ამჟამად მიმდინარეობს სამშენებლო და სარეკონსტრუქციო სამუშაოები. პროექტის ფარგლებში შენდება ღვინის მუზეუმი, რომლის ზედა ნაწილში საექსპოზიციო დარბაზები განთავსდება. სამუზეუმო კომპლექსის დირექტორის გურამ ურჩუხიშვილის განცხადებით ამ ეტაპზე შეწყვეტილია მეფის სასახლის აღდგენა, თუმცა პროექტის დამტკიცებისთანავე მისი რეკონსტრუქცია კვლავ დაიწყება. ერეკლე მეორის სასახლის ტერიტორიაზე რეაბილიტაცია აგვისტოდან მიმდინარეობს. დროებით შეჩერებულია იმის გამო, რომ პროექტი არ იყო დამტკიცებული სასახლე, მაგრამ ვიმედოვნებ, რომ სასახლე ძალიან მალე დაიწყება. რაც შეეხება ამ შენობას, რომლის ახლოს ჩვენი მყოფებით, ეს არის ძირითადი ნაწილი თელავის მუზეუმის, ანუ ისტორიული მუზეუმის. აქ პირველ სართულზე, როგორც ალბათ იცის, თელავის საზოგადოება კეთდება ღვინის მუზეუმი, რომელიც ამბობენ, რომ უნიკალური იქნება და ალბათ საქართველოში ბადალიარი იქნება მას.